სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ დღეს დავამთავრებთ დაბადების წიგნს 50 თავს, რომელიც არის 37 ნაწილი ამ კომენტარების. მაგრამ ამის შემდეგ კიდევ იქნება ერთი შეჯამება, ერთგვარი შეჯამება მთლიანად ამ თავების ესეთი სტილი აქვს Warren Wiersbe-ის. ყველა წიგნის შემდეგ აქვს შეჯამება გარკვეულწილად და მოკლე კომპაქტური დაიჯესტური სახით კიდევ ერთხელ გახსენება იმისი თუ რა გავიარეთ ჩვენ. ესე რომ კიდევ ერთი ის გველის და მე დაიხურება ეს. მე თუ უფალინებს მომავალში ჯერჯერობით არ ვაპირებ, იმიტომ რომ მინდა რომ ეს და მადაბადების მათ ეს სახარება, რომელიც დამთავრებულია და მიდის რედაქტირება, გამოვცეთ წიგნად. ამ ნაწილს 37 ნაწილს Warren Wiersbe 3 კუბო უწოდა. და ძალიან საინტერესოდ არის სხვათა შორის პარალელები გავლებული და არ გეტყვით რასთან და ვისთან. მოდით ახლა წავიკითხოთ, იმიტომ ერთი თავია ბიბლია, უფრო გაგიადულდება თქვენ მერე კომენტარების მიყოლაც. თავი 50. დაემხო იოსები მამის პირსახეს, დასტიროდა და კოცნიდა მას. უბრძანა იოსებმა თავის სახურ კურნალებს, რომ შემურვათ მამამისი და შემურვეს კურნალებმა ისრაელი. შეუსრულდა მას 40 დღე, რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას და დასტიროდა ეგვიპტე 70 დღე. განვლო გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლეულს. თუ კი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს. მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით. აჰა, ვკვდები მე ჩემს სამარხში, ქანაანის ქვეყანაში რომ გავითხარე, იქ დამარხეთ. ახლა ნება მომეცი წავიდე, დამარხო მამაჩემი და დავბრუნდები. უთხრა ფარაონმა, წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა. წავიდა იოსები მამის დასამარხად და წახვა ფარაონის ყველა მსახური, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი. იოსების მთელი სახლეული, მისი ძმები და მამამისის სახლი, მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში. მასთან ერთად წავიდნენ ნეტლები და მხედრები, ფრიად დიდი კრებული იყო ეს. და მივიდნენ ჰადატის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა. იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. 7 დღე იგლოვა მამამისი. იხილეს ქანაანელებმა გლოვა ჰადატის კალოზე და თქვეს, მძიმე ეგვიპტელთა ეს გლოვა. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ მიცრაემი, რომელიც იორდანეს გაღმაა. და ყველაფერი ისე აღასრულეს მისმა ძეებმა, როგორც უდაანდერძა მათ. წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში და დაკრძალეს მახპელას ველის მღვიმეში, მამრეს გასწვრი, რომელიც ამველთან ერთად იყიდა აბრაამა ხეთელი ყეფრონისაგან. დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველასთან ერთად, ვინც კი მამამისის დასაკრძალად იყო წასული, მას შემდეგ, რაც დაკრძალა მამამისი. იხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს, ვაი თუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გაუკეთეთ, და შეუთვალეს იოსებს ამ სიტყვებით. სიკვდილის წინ დაგვიბარა მამაშენმა. ასე უთხარით იოსებს, გემუდარები შეუნდე შენ ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცენ. ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ. მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს, აჰა, შენი მონები ვართ. უთხრა მათ იოსებმა, ნუ გეშინიათ, განა ღმერთის მაგიერი ვარ? ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექნა ის, რაც დღეს ხდება, ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე. ამიტომ ნუ გეშინიათ, მე გარჩენ თქვენს და თქვენს ბავშვებსაც, ანუ გეშა ისინი და გულითა და დელაპარაკა. და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის სახლეულთან ერთად. 110 წელი იცოცხლა იოსებმა და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. მაქირის, მენაშეს ძის შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ. უთხრა იოსებმა თავის ძმებს, კვდები, მაგრამ უსათუოდ გაგიხსენებთ ღმერთი და გაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომლის შესახებაც შეფიცა აბრაამს, ისააკსა და იაკობს. და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი, როცა ღმერთი გაგიხსენებთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან. გარდაიცვალა იოსები 100 წლისა, შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში ეგვიპტეში. აი ესე მთავრდება, ნახეთ, კუბოთი მთავრდება, კიდობანი, იგივე ახლა კუბო, სასახლე ჩვენ ესე უძახით. 50 ეს შესანიშნავი დაბადების წიგნი. ახლა მოусმინოთ კომენტარებს, რას ამბობს Warren Wiersbe ამის შესახებ.
როგორც გითხარით, 3 კუბო დაარქვა მან ამას 37 ნაწილს. ერთხელ ვკითხე მეგობარს, რა იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მის ქალაქში და მან ჩუმან უპასუხა: თითო ჯერზე 1. დიახ, ეს არის თანაფარდობა ყველგან ამ დედამიწაზე. სიკვდილი არ არის შემთხვევითობა, ეს შეხვედრაა. ებრაელთა წერილის მე-9:27 მუხლი გვეუბნება და როგორც ადამიანისათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება. საქმე იმაში არ არის, რომ სიკვდილის მეშინია, წერდა ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი. უბრალოდ არ მინდა იქ ვიყო, როცა ეს მოხდება. მაგრამ ის იქ იქნება და შენ და მე იქ ვიქნებით, როცა ჩვენ ეს დაგვემართება. ჯერ არავის მოუფიქრებია, როგორ ჩაეხედა ღვთის შეხვედრების წიგნში და წაეშალა ანა მოეშალა მისი თარიღი იქიდან. ამ თავში აღწერილია 3 დაკრძალვა, რომელთაგან 2 პირდაპირია და 1 გადატანითი მნაშლოვი და ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი არის საყვარელი მამის კუბო. ეს არის ამ თავის პირველი და მე-14 მუხლებში აღწერილი, როგორც ავიკითხეთ. ეს სცენა, გასვოთ როგორ დავამთავრეთ ჩვენ 59, შეგახსენებთ აგერ 59 თავს როგორ დამთავრდა. დაუანდერძა მათ, მალე შეუერთებით ჩემს ხალხს და დამგრძალეთ ჩემს მამებთან. გასვოთ კურთხევა ჩემს მამებთან ღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის ველზეა. დაასრულა იაკობ ანდერძი თავის ძეებისათვის, აკრიბა სარეცელზე ფეხები, აღესრულა და შეუერთდა თავის ხალხს. ესე დაასრულა 59 და ჩვენ გადავედით, ხო გახსოვთ 50-ზე უკვე დაემხო იოსები მამის პირისახეს, ესე იგი გრძელდება ეს პირდაპირ გადასვლა არის. დაემხო იოსები მამის პირისახეს, დასტიროდა კოცნიდა მას. ესე იგი გაეხსა. ეს სცენა ძალიან ამაღელვებელი იყო. იაკობს შვილების კურთხევის შემდეგ უკვე მეტი აღარაფერი არ ქონდა სათქმელი. ამიტომ საწოლში ჩაწვა და მიიძინა. შვილები მის გარშემო იდგნენ, ხოლო მისი ღმერთი კი ელოდა მას შესახვედრად. მისი ოჯახის სახით მან დატოვა დიდი ერის ეს პატარა ბირთვი და მოწმობა იმისა, თუ რა შეუძლია დიდ ღმერთს გააკეთოს არასრულყოფილი ადამიანის მეშვეობით, რომელიც ცდილობდა, რომ ამ წუთის სოფელში ეცხოვრა როგორც ხიზანს, რწმენით და იმედით. მან თავისი მომლოცველთა კარავი გაცხოვა ზეციერ ქალაქში მდებარე სახლზე. გასვოთ ებრაელთა წერილი მე-11 თავში როგორ აღწერს მისი ავტორი, ზოგი ამბობს პავლე მოციქულია, ამ შედეგს, ხომ, ამ მოვლენას. აი შემიძლია წაგიკითხოთ მე-11 თავი ებრაელთა რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ქვეყანაზე. ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ, ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დიდი დაბრუნების დრო. ხედავთ, ეს არის ის ადგილი, რომელიც მოყვანილი იქნა ებრაელთა მე-13 და მე-16, ხომ? მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი ზეციური, ამიტომ ღმერთსაც არ ცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი. აი როგორი იმედის მომცემია, ეს ებრაელთა წერილით თავდება ახალი აღთქმა, რომ მერე გადადის გამოცხადებაზე, იცით ხომ? შემდეგი ქვეთავი მწუხარებად დაასათაურა უორენ ვირსბიმ. მოხუცები უნდა მოკვდნენ, წერდა მე-19 საუკუნის ინგლისელი პოეტი ალფრედი ლორდი ტენისონი, თორემ ისე ეს ჩვენი სამყარო დაობდებოდა და მხოლოდ წარსულის ხელახლა გაჩენას დაიწყებდა. შესაძლოა ის მართალი იყო, მაგრამ როდესაც მოხუცები კვდებიან ახლობლებს, ვისაც უყვართ ისინი, ღრმად გრძნობენ ამ დანაკარგს. რაც უფრო დიდხანს გყავთ ვინმე, ვინც ნამდვილად გიყვართ, მით უფრო ღრმად მიდის ფესვები თქვენს გულში და მით უფრო მტკივნეული ამ ფესვების ამოძირკვის გამოცდილება. დიახ, მწუხარება ცხოვრების ნორმალური ნაწილია და მორწმუნეები აღგლოვებენ ისე, როგორც სხვები, რომლებსაც იმედი არ აქვთ. გახოთ პირველ თესალონიკელთა მე-4 თავში პავლე მოციქული მე-13 მუხლში რას გვეუბნება: არ გსურს ძმებო, უცოდინარი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით. იმედი რომ არ გააჩნიათ. ანუ ჩვენ გვაქვს იმედი. მაგრამ სიკვდილი მაინც მტერია და როდესაც ის შემოიპარება და ჩვენ ძვირფას ადამიანს გვართმევს, ჩვენ დიდხანს გძნობთ ამ ტკივილს. ეს უკვე მე-6 შემთხვევა, როდესაც იოსები
პირის. გასოთ ჩამოთვლილი იყო ეს 6 შემთხვევა დაბადების ამ წიგნში. და ესეც რა თქმა უნდა გამონაკლისი არ იყო. ის ჩაეხუტა, გადაემხო მამამის, როგორც ჩაეხუტა ბენიამის და მის ძმებს მათი ოჯახის შეკრების დროს. გასოთ 45 თავში დაბადების წიგნში ჩვენ ესეც მომენტი წავიკითხეთ. სემიტურ ხალხებს არ სცხვენიათ თავიანთი ემოციების ღიად გამოხატვის და იოსებმაც არ მისცა თავის მნიშვნელოვან თანამდებობას უფლება ჩაეხშო მისი ნამდვილი მწუხარების გრძნობის გამოხატვა. მოგვიანებით, როდესაც დაკრძალვის კორტეჟი ქანაანს მიუახლოვდება, იოსები და მისი ხალხი ერთკვირიან საჯარო გლოვას გამართავენ იაკობისთვის. როდესაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანი კვდება, ღმერთი ჩვენგან ტირილს მოელის. სწორედ ამიტომ მოგცა მან ცნებლების დაღვრვის უნარი. ჩვეულებრივი ცნებლები განკურნების პროცესის ნაწილია, ამბობს მეფსალმუნე 29 ფსალმუში მეხუთე მუხლში, მაგრამ არანორმალური მწუხარება მხოლოდ ჭრილობებს აჩერებს ღიად და უფრო ახანგრძლივებს ამ ტკივილს. ჩემი სამწყსო მსახურების დროს მე გავიგე, რომ ადამიანები, რომლებიც თრგუნავენ მწუხარებას, ემოციური ან ფიზიკური პრობლემების განვითარების საფრთხის ქვეშ არიან, რომელთან განკურნებაც მერე უფრო რთული ხდება ხოლმე. ანგლიკანი პოეტი და პასტორი ჯონ კებელი ცრემლებს ღვთის საუკეთესო ჩქვარს უწოდებდა ტანჯული ადამიანისათვის. შემდეგ ქვეთავი არის მზადყოფნა. იაკობმა მოამზადა როგორც თავი, ასევე თავისი ოჯახის სიკვდილისათვის და ეს ძალიან კარგი მაგალითია ჩვენთვის, რომ მივყვეთ მას. მან პირდაპირ დაავალა იოსებს მისი დაკრძალვის შესახებ, ჩვენ ეს 47 თავში წავიკითხეთ, როცა იოსებს ელაპარაკება და შემდეგ საჯაროდ გაიმეორა ეს მითითებები ყველა ვაჟისათვის. ეს უკვე წინა 59 თავში იყო აღწერილი. ამ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან ყველაფერი წინასწარ უნდა ყოფილიყო მოგვარებული. უცნაურია რამდენი ადამიანი დაჟინებით მოითხოვს შვებულების ან საქმიანი მოგზაურობისათვის დეტალურ მომზადებას, მაგრამ უგულებყოფს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობისათვის ფრთხილად და დაკვირვებით მომზადებას. იაკობმა უთხრა თავის ვაჟებს, თუ საცურდა დაკრძალვა და იოსებს დაავალა მისი სურვილების შესრულება. მამის ინსტრუქციას პასუხისმგებელი სანდო პირი, რომელიც იოსები იყო, ყველაფერს შეუფრთხებლად აწარმოებდა. იოსებმა მამის ცხედარი სათანადო მოამზადა დაკრძალვისათვის, რაც ეგვიპტელებს კარგად ჰქონდათ დაუფლებული. სამუშაოს შესასრულებლად მან ექიმები აირჩია და არაოფიციალური ბალზამერების სპეციალისტები. სავარაუდოდ, რათა თავიდან აეცილებინა წარმართული რელიგიური რიტუალები, რომლებიც ეგვიპტელთა ბალზამიზების პროცესს თან ახლდა. იაკობი ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთის მორწმუნე იყო და ეგვიპტელთა ღმერთების დახმარება არ დასჭიროებია. საუკუნეების შემდეგ მოსე ამ ეგვიპტის მიწაზე გამოაცხადდა და უფლის განაჩენს და აჩვენებდა თუ რამდენად სუსტები იყვნენ ეგვიპტური ღმერთები და ქალღმერთები ცოცხალი იეჰოვას წინაშე. ფარაონმა ეგვიპტელებს უბრძანა, რომ იაკობისთვის ოფიციალური გლოვის პერიოდი დაეწესებინათ. ბოლოს და ბოლოს იაკობი ხომ ქვეყნის მეორე მმართველი იყო და წოდებული იყო ფარაონის მამადაც. ესე აღწერს თავის თავს იოსები გახსოვთ ძმებთან. ამ ტიპის ბრძანება, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, როგორიცაა თავად ფარაონი ან და მისი ოჯახის წევრები. ბალზამირების 40 დღე და ოფიციალური გლოვის 60 დღე და სავარაუდოდ ესენი ერთად ემთხვეოდა, ანუ 40 დღე შედიოდა იმ 60 გლოვის დღეში. რატომ გამოიყენა იოსებმა კარის მოხელეები, რათა თავის შეტყობინება ფარაონისთვის გადაეცა? მიუხედავად, რომ მას შეეძლო პირადადაც დალაპარაკებოდა ფარაონს, შესაძლოა იოსები მამის გარდაცვალების გამო შებილწულად ითვლებოდა. ან შესაძლოა არსებობდა ეგვიპტური ტრადიცია, რომელიც მგლოვიარეებს მეფესთან მიახლოებას უგრძალებდა. გახსოვთ, ესთერის წიგნში ეს მომენტი აქ წერილი არის. ფარაონ მეოთხე თავში, ესთერის მეოთხე თავში შეგიძლიათ ნახოთ მეორე მუხლში. ფარაონის მამის რანგში იოსებს ქვეყნიდან გასვლის ნებართვა უნდა მიეღო, ასევე ფარაონისთვის დაერწმუნებინა იმაში, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ აუცილებლად თავიანთ ოჯახებთან. მამის სიტყვების ციტირებისას იოსები ფრთხილობდა, რომ არ ეხსენებინა, რომ იაკობმა კონკრეტულად სხოვა ეგვიპტეში არ დამარხულიყო. ნახეთ, ეს ნიუანსი, რა თქმა უნდა, არ გააშღერა და აქაც ჩანს იოსების დიპლომატია, რომ ფარაონს ეს რაღაცა იმად არ მიეღო, ხომ, რაღაცა შეურაცხყოფად. შემდეგი არის პატივისცემა. მე-13 მუხლებში. პატარა ბავშვების გარდა, იცით, მეორე მუხლში არის მითითებული და ამას მერე ფარაონი შემდეგ, წლების შემდეგ ეტყვის, რომ ერთხელ დათანხმდება, რომ
წადი თქვენ, გახსოვთ, როცა მოსე ითხოვს წასვლას, რომ ჩვენ ღმერთს უნდა ვცეთ პატივი და მსხვერპლი შევწიროთო, ფარაონი ეუბნება, რომ თქვენი ბავშვები დატოვეთო, მერე თქვენი ცხოველები დატოვეთო, გახსოვთ? აქ კიდე იქ მითითებულია, რომ ბავშვები და ცხოველები და ისინი დატოვეს. მთელი ოჯახი ეგვიდიდან ქანანში გაემგზავრა, რათა ოჯახის დამაარსებლისთვის უკანასკნელი პატივი მიეკოთ. მოგზაურობა ალბათ შესაძლოა უხერხულიც იყო. ზოგიერთისთვის ეს მისაღები იყო, ზოგისთვის კი რთული, მაგრამ ეს სწორი საქციელი იყო. ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება ადამიანებისათვის თანაგრძნობის გამოსახატავად დროის გამოყოფა ან პატივის მიგება, როდესაც მას ვინმე იცნობს. ქანაანში გლოვის პერიოდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. იოსებმა ერთკვირიანი გლოვის აღსანიშნავად მინდვრის კალო აირჩია, რადგან კალოები ქალაქის გარეთ იყო ამაღლებული და დიდ სუფთა სივრცეს თავაძობდა იგი მრავალი ადამიანის ერთდროულად შეკრებას. მთელი დელეგაცია წავიდა და იქაც მისასამძიმებლად ალბათ ქანაანელებიც მოვიდოდნენ მასთან, ხომ, ამ კალოზე. მე-13 მხრივ თავაზობს, რომ მთელი ჯგუფი არ შევიდა ქანაანის მიწაზე მახველას გამოქვაბულში, არამედ იაკობის მხოლოდ 12 ვაჟი მსახურობდა, როგორც კუბოს მატარებლები და ასე მიიტანეს მისი ცხედარი მის საბოლოო განსასვენებელ ადგილას. რადგან ჩვენც სიკვდილის შემდეგ ყველანი მიდივართ საფლავისაკენ, სიკვდილმა და მწუხარებმა ხალხი უნდა გააერთიანოს. ისააკი და ისმაილი ერთად იყვნენ, გახსოვთ, როდესაც აბრაამი დამარხეს. ასევე იყვნენ ესავი და იაკობიც ერთად, როდესაც ისააკი დამარხეს. ეს იყო იოსების პირველი მოგზაურობა სამშობლოში 39 წლის შემდეგ და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა მისი მამის დაკრძალვის დროსაც. მაგრამ ის ქანაანში არ დარჩენილა, რადგან ღმერთმა იოსებს ეგვიპტეში სამუშაო მისცა და სწორედ იქ იყო, რომ მას თავის ოჯახთან ერთად უნდა ემსახურა და გაეგრძელებინა მსახურება ეგვიპტეში. ტკივნეული წარსულის კუბო. ეს უკვე მე-15-21-ში ვიგებთ ამ თემას. როდესაც სიკვდილი ოჯახში შემოიჭრება და თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ გარდაცვლილის პატივსაცემად და დამწუხარებულის ნუგეშის ცემისათვის, დადგება დრო, როდესაც სიცოცხლეს უნდა დაუბრუნდეთ მისი მოვალეობებით. ეს ანიშნავს, რომ გარდაცვლილი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მწუხარებას პერსპექტივაში შევხედოთ და რეალური ცხოვრების საქმეს ისევ დაუბრუნდეთ. ბოლოს და ბოლოს გარდაცვლილის პატივსცემის საუკეთესო გზა ცოცხლებზე ზრუნვაა. ხანგრძლივმა გლოვამ შეიძლება უფრო მეტი თანაგრძნობა მოგვიტანოს, მაგრამ ეს არ განგვივითარებს მეტ სულიერ სიმწიფეს, ან არ გაგვიმჯობესებს ურთიერთობებს სხვებისათვის. იოსები და მისი ოჯახი ეგვიპტეში დაბრუნდნენ და იოსებიც ფარაონის კარზე მსახურებას დაუბრუნდა. ჩვეულებრივად, ხოლო მისი ძმები კი ფარაონის პირუტყვს წყემსავდნენ და მეჯოგეები იყვნენ. შემდეგი არის შეშფოთება. როდის მოხდა ახლა ეს მოვლენა, როდესაც ძმებს შიში შემოუვიდათ? იყო თუ არა ეს მას შემდეგ, რაც ოჯახი სახლში დაბრუნდა იაკობის ქანაანში დაკრძალვის შემდეგ, თუ ეს იყო ოფიციალური გლოვის პერიოდში ეგვიპტეში? ტექსტში თხრობის პოზიცია მიუთითებს, რომ ეს მოხდა ქანაანიდან დაბრუნების შემდეგ, მაგრამ შესაძლოა ეს მომხდარიყო ასევე მოგზაურობამდე, ხანგრძლივი გლოვის პერიოდში, რომელიც 70 დღით იყო აღწეული, გახსოვთ. ერთ დღეს 11-მა ძმამ გააცნობიერა ის ფაქტი, რომ მათი მამის გარდაცვალების გამო ისინი მარტო რჩებოდნენ ისეთი პიროვნების გარეშე, ვინც კი მათ შუამავლობას გაუწევდა იოსებთან. ეგვიპტეში მეორე ყველაზე გავლენიან კაცთან და ბუნებრივია, მათი წარსული ცოდვების გამო ისინი შეშინდნენ. ჩვენ ვით საუკუნეების შემდეგ კითხულობთ ამ ცნობას, ჩვენც გვინდა ვთქვათ, კაცო, რა პრობლემაა? განა იოსებმა არ გაპატიათ? არ გაკოცათ? არ იტირა თქვენზე? და არ მოგცათ სიყვარულის ყველა დასტური? განა არ აგიხსენებთ, რომ ღმერთმა სამუდამოდ გააქარწყლა ყველა ბოროტება, რაც თქვენ მას გაუკეთეთ? განა იოსებმა ყველაფერი არ გააკეთა, რომ ეგვიპტეში მოგიყვანათ და თქვენზე ეზრონა? მაშინ რატომ ხართ შეშფოთებული? პასუხი მარტივია. მათ არ იწამეს და არ დაუჯერეს თავიანთ ძმას. მის მიმართ მისმა კეთილგანწყობილმა საუბარმა და მათ მიმართ მოსიყვარული დამოკიდებამ არანაირი გავლენა არ მოახდინა მათ გულებზე. მაგრამ გვახსოვდეს ერთი რამ, რომ იოსების ძმები არაფრით განსხვავდებიან ზოგიერთი დღევანდელი ქრისტიანებისაგან, რომლებიც გამუდმებით ღელავენ ღვთისმსამჯავროზე და იმაზე, ნამდვილად აპატია თუ არა მამა ღმერთმა, მათი ცოდვები და მართლაც თავის შვილებად აქცია თუ არა ისინი. გძნობ, რომ უფალმა მიმატოა, მითხრა ერთ დღეს ეკლესიის წევრმა. დარწმუნებული ვარ, რომ სამჯაროს მივახლოვდები და უბრალოდ საერთოდ გონი არა ვარ გადარჩენილიო. მე ვთხარი, რა გსურთ, რომ ღმერთმა გააკეთოს, რომ დაგარწმუნოთ? გსურთ, რომ მან სასწაული მოახდინოს?
არა, ეს არ იმუშავებს, იმიტომ სატანასაც ხომ შეუძლია სწავლების მოხდენა, მიპასუხა მან. მაშინ უთხარი, გსურთ რომ ზეციდან დაგელაპარაკოთ? კარგი, ღვთისგან რაიმე პირადი გზავნილი დამეხმარებაო. კარგი, მოდით გავხსნათ მისი სიტყვა, ბიბლია და ვნახოთ, რა უნდა თქვას თქვენი ცოდვებისა და მისი იმიტოების შესახებ თქო. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ჩვენ ხსნით ბიბლიას, ღმერთი აღებს თავის პირს და გველაპარაკება. ჩვენ ერთად გადავხედეთ წმინდა წერილს და როდესაც მან ღვთის აღთქმები გაიმეორა და გაიხსენა, უფალმა მას სიმშვიდე მისცა. ყველაფრის შემდეგ, რაც იოსებმა გააკეთა მათ გასამხნევებლად, სისასტიკე იყო მისი ძმების მხრიდან ეთქვათ. იოსებს შეიძლება შევძულდეთ და გადაგვიხადო სამაგერო იმისთვის, რაც მას გაუკეთეთო. ჩვენ ხშირად ვეჭვობთ სხვებში იმას, თუ რას გავაკეთებდით ჩვენ თვითონ, თუ შესაძლებლობა გვექნებოდა ამისი. როდესაც ეჭვი გეპარებათ ღვთის სიტყვაში, მალე იწყებთ ღვთის სიყვარულისში ეჭვის შეტანას და შემდეგ უარსამობთ მომავლის ყველა იმედზე, რადგან რწმენა, იმედი და სიყვარული ერთად გვერდი გვერდზე მიდიან. მაგრამ ყველაფერი რწმენით იწყება. ასე რომ რწმენა მოსმენიდან, მოსმენა კი ღვთის სიტყვიდან, რომელთა წერილის 10:17. რაც კაცებს უნდა გაეკეთებინათ ამ ძმებს, იყო დამსხდარიყვნენ და მშვიდად გადაეხედათ იმ ყველაფრისთვის, რაც იოსებმა უთხრა და გააკეთა მათთვის. მრავალი ხელშესახები გზით იოსებმა გამოავლიან თავის სიყვარული და პატიება და მისცა მათ ყველა საფუძველი მის დასაჯერებლად, რომ მათი წარსული ცოდვები დავიწყებული და დამთავრებული იყო. მათ ნამდვილად არაფრის არ უნდა შეშინებოდათ. საიდან ვიცით, რომ ღმერთს უყვარვა და პატიობს მათ, ვინც ქრისტეს იწამებს? მისი უცვლელი სიტყვა გვეუბნება ამას. ეს მოგწერეთ თქვენ ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ. 1 იოანე 5:13. ჩვენი გრძნობები და ჩვენი ნათქვამი ორი განსხვავებული რამ არის და ჩვენ არასდროს არ უნდა განსაჯოთ ღვთისმარადიული სიტყვა ჩვენი წარმავალი ემოციებით. ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულისაგან? გიგითხა პავლემ და შემდეგ მან პასუხივე გასცა. არაფერი, გასვოთ რომაელთა წერილი 8:35-38-39. შემდეგი ქვეთავი არის მიმართვა. იოსებთან პირადად მიახლოების შიშით მათ გაუგზავნეს შეტყობინება იმედით, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ საშიშროება არ ელოდათ. თუ ნამდვილად თქვა იაკობმა ის სიტყვები, რომლებსაც ისინი ციტირებენ? მე მგონია, რომ არა. თუ იაკობი მოისურვებდა დამნაშავე ვაჟებისათვის შუამდგომლობას, მას ხომ შეეძლო ამის გაკეთება, როდესაც იოსებთან მარტო ერთიერთზე საუბრობდა. და მას 17 წელი ჰქონდა ამისათვის. გასვოთ 17 წელი დაყო იაკობმა იოსებთან. სავარაუდო რომ ძმება შეთხზეს ეს ამბავი იმიბედით, რომ იოსების სიყვარული მამის მიმართ უფრო მეტ სიყვარულს მისცემდა ძმებს და უფრო დაიმედებული იქნებოდნენ. ამიტომ მოუხმეს მამის სიტყვებს. ეხლა როგორ უპასუხა იოსებმა მათ ამ ცნობას? როდესაც მათი ცნობა მოვიდა, იოსები ატირდა. ის ღრმად იყო განაწყენებული, რომ მისმა ძმებმა არ დაიჯერეს მისი სიტყვები და არ მიიღეს მისი კეთილი საქმეები, როგორც მისი სიყვარულისა და პატიების ჭეშმარიტი გამოხატულება. ეხლა კიდევ რა შეეძლო გაეკეთებინა მათ დასარწმუნებლად? ჩარლზ უესლის შესაძლოა იოსები და მისი ძმები ყავდა მხედველობაში, როდესაც მან დაწერა თავისი ჰიმნი წყალობის სიღრმე. წყალობის სიღრმე. შეიძლება კიდევ იყოს წყალობა ჩემთვის შემონახული? შეუძლია ჩემი ღმერთის რისხვას შემინდოს? მე ცოდვილთა მთავარი და დამზოგოს? ახლა კი გთხოვ, რომ მომანანიებინო უფალო, მომეცი საშუალება, ახლა ჩემი ცოდვები ვიგლოვო, ახლა ჩემი უწმინდური ამბოხი გლოვობს. იტირე, ირწმუნე და აღარ შესწოდო. აი ჩემთვის დგას მხსნელი, რომელიც თავის დაჭრილ ხელებს გიწვდის. ღმერთი სიყვარულია. ვიცი, გძნობ რომ იესო წტილის და მეც ისევ მიყვარს ის. ეს არის მისი ჰიმნი. და ცნობილი ძმები, იცით რომ ჩარლზ უესლი მის მასთან ერთად ძალიან ცნობილი ჰიმნების ავტორები იყვნენ. შემდეგი ქვეთავი არის დარწმუნება. იოსებმა როგორც ჩანს ძმები სახლში დაიბარა, რადგან ნაკლებად სავარაუდო რომ ისინი შიშის გამო იქ თავისი ნებით წავიდოდნენ. როდესაც ისინი მივიდნენ, შიში დაემხრნენ მის წინაშე. მათი უკანასკნელი თაყვანისცემა იოსების წინასწარმეტყველი სიზრების ასრულების ნიშანი იყო კიდევ ერთი. უძღების შვილის გასვათ მათ არ შეეძლოთ უფასო პატიების მიღება. ეს ძალიან ბევრის მოლოდინი იყო. ამიტომ ძმება შესთავაზეს, რომ გახდებოდნენ მისი მონები
და იმუშავებდნენ იმ კონდიციამდე, სადამ იოსები შეძლებდა მათ პატიებას. გასოთ ლუკას სახარება 15:19 ძეშეცდომილი სიგავი. ღირსი აღარ ვარ, რომ შენ ძედ ვიწოდებოდე, მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი. თუ ეს ასევე თქვენი მიდგომაცაა პატიების მიმართ, ჯობია კარგად წაიკითხოთ ეფესელთა წიგნის რა გვეუბნება პავლე მეორე თავში, მერვე და მე-9 მუხლებში და მოითხოვე ეს. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილი გვეუბნება პავლე, რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის საჩუქარია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს. ანუ ჩვენ საქმეები და მონობით და მსახურებით კი არ ვიპოვეთ, როგორც ბევრი ბერები და მონაზვნები არის ჩვენ ხსნას. არა, ეს უკვე ნაჩუქარია, ეს მადლით არის, რწმენით უნდა დავიჯეროთ და მერე ამას, რა თქმა უნდა, ბუნებრივია მოყვება ის საჩუქრები და ის საქმეები, რომელიც ჩვენ ნიჭის და მიხედვით მოგვეცა. ღმერთს მხოლოდ მათ შეუძლია აპატიოს, ვინც იცის, რომ ცოდვილები არიან, ვინც აღიარებს ამას და აღიარებს, რომ საკუთარი ძალებით არ შეუძლიათ არაფრის გაკეთება ღვთის პატიების დასამსახურებლად ან მისი წყალობის მოსაპოვებლად. იქნება ეს ჭასთან მდგომი სამარიელი ქალი, გასოთ იოანეს სახარების მე-4 თავში, ხეზე მდგომი გადასახადების ამკრები ზაქე მებაჟე, ლუკას სახარება 9:1-10, თუ ჯვარზე გაკრული ქურდი ავაზაკი. გასოთ ლუკას სახარება 23 მუხლი, 39:43, უკაცრავ 33 თავი, 23 თავი, მუხლები 39-დან 43-ის ჩათვლით, სადაც ავაზაკის ამბავი არის აღწერილი. ყველა ცოდვიმლა უნდა აღიაროს თავის დანაშაული, უარი თქვას ხსნის მოსაპოვებლად ამაყმცდელობაზე და თავი მიანდოს რწმენით უფლის წყალობას. როგორ არწმუნებს ღმერთი თავის შვილებს, რომ მან მართლაც აპატია მათ და დაივიწყა მათი ცოდვები, ისევე როგორც იოსემმა დაარწმუნა თავის შეშინებული ძმები, ის ასევე ჩვენ გველაპარაკება თავის სიტყვიდან. ორჯერ თქვა იოსემმა, ნუ გეშინიათ. მან ანუგეშა ისინი და კეთილად ელაპარაკა მათ. აი ასევე აკეთებს ღმერთი თავისიანებისთვის, თუ ისინი წაიკითხავენ მის სიტყვას, მიიღებენ მას გულებში და სრულიად მიენდობიან მას. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნელი, მე ვენდობი და არ მეშინია, ესაია 12:2. ზოგიერთი ქრისტიანი ფიქრობს, რომ თამდაბლობისა და განსაკუთრებული სიწმინდის ნიშანია შიში და დაუცველობა საკუთარი ხსნის მიმართ. სინამდვილეში შიში, ყოყმანისა და შფოთვის განწყობა მხოლოდ ურწმუნოების, ღმერთის სიტყვაზე უარის თქმის დადასტურებაა. ეს არანაირად არ არის სატრაბახო. შეიძლება ღმერთს ვენდო? იტყუება ის? მართალია მისი დაპირებები? მაშინ რატომ ყოყმანობენ ადამიანები ურწმუნოებაში? იოსემმა კი არ შეებრალა, იოსემმა კი არ შეარბილა მათი ცოდვები, არამედ გაახსენა და თქვა, თქვენ გინდოდათ ჩემთვის ზიანის მიყენება. გასოთ რომ წავიკითხოთ 50 თავის მე-20 მუხლში. ანუ მან იცოდა, რომ მათ გულებში ბოროტება იყო, მაგრამ ასევე იცოდა, რომ ღმერთმა გააუქმა მათი ბოროტების საქმეები, რათა შეესრულებინა თავისი კეთილი განზრახვები. ეს კი გვახსენებს იმას, რაც მოხდა ჯვარზე. გასოთ პეტრემ რა თქვა, იესო, რომელიც ღვთის წინასწარი განზრახული ზრახვითა და წინასწარ ცოდნეობით იქნა მიცემული, თქვენ უკანონო ხელით შეიპყარით, ჯვარს აცვით და მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინაო. მოციქულთა საქმეები მეორე თავი. როცა ქადაგებს უკვე პეტრე. ეს არის პეტრეს დიდი უდიდესი ქადაგება. კაცობრიობის მიერ ჩადენილი უდიდესი ცოდვისაგან ღმერთმა უდიდესი კურთხევა მოუტანა, რაც კი ოდესმე კაცობრიობას ჰქონია. იოსემ არა მხოლოდ აპატია თავის ძმებს, არამედ დაარწმუნა ისინი მუდმივ ზრუნვაში. მე გამოკვებავ თქვენ და თქვენ შვილებსო. მან მისცა მათ სახლების საცხოვრებლად, საჭმელი საჭმელად და მათი საჭიროების დაკმაყოფილებისათვის. კიდევ ერთხელ ხედავთ აქ ჩვენი მხსნელის სურათს, პარალელები ნახეთ იესო ქრისტეს რამდენია, რომელიც გვპირდება, რომ არასდროს მიგვატოვებს და არ მიგვატოვებს და არ დააკტოვებს ჩვენ უპატრონოდ და დააკმაყოფილებს ჩვენ ყველა საჭიროებებს. და ეს აღწერილია მათეს 28-ში, იოანეს 6:37, 10:27-ში, ებრაელთა მე-13 თავი და დააკმაყოფილებს ჩვენ ყველა საჭიროებებს, რომელთა 8:32, ფილიპელთა 4:19. 17 წლის განმავლობაში იოსების ძმები ცხოვრობდნენ შიშისა და შფოთვის ღრუბლის ქვეშ, რადგან ისინი ნამდვილად არ ენდობოდნენ მას.
სანამ მათი მამა ცოცხალი იყო, ისინი ადამიანურ კავშირებს ენდობოდნენ, რომ დაეცვათ საკუთარი თავი, მაგრამ როდესაც იაკობი გარდაიცვალა, მათი ერთადერთი დაცვა უკვე გაქრა. მათ რომ ერწმუნათ იოსების, ხომ შეძლებდნენ მასთან და მამასთან ერთად გატარებული წლები დატკბობას და შიშის ღრუბლები აღარ წაართმევდა მათ ამ სიხარულს. ამიტომ ჩვენც, როგორც ღვთისშვილებმა, ქრისტეს რწმენით, მოდით გავიხაროთ, რომ ჩვენი ცოდვები მიტევებულია და დავიწყებულია. დამარხულია ზღვის სიღრმეში, გახსოვთ მიქა წინასწარმეტყველი 7:19. მიტოვებულია ღვთის ზურგს უკან, ესაია 38:17. ისინი წაშლილი და აღარავის ახსოვს. ესაია 43:25, 42:22, ებრაელთა 8:12 და ებრაელთა 10:17. მოდით დავიჯეროთ ღვთის ნათქვამი, ძველი სიცოცხლე დამარხულია და უკვე შეგვიძლია თამამად ვიაროთ სიცოცხლის ახალ სამყაროში. კოლოსელთა წერილის 2:13, 3:1-11. კუბო განსაკუთრებულია ძმისათვის, შემდეგი ქვეთავი ესეა. იოსები იყო როგორც საუკეთესო შვილი, ძმაც და მმართველიც. ის ნამდვილად გამორჩეული ადამიანი იყო. იოსების წყალობით შევშილობის დროს ბევრი სიცოცხლე გადარჩა. მათ შორის მისივე ოჯახის და ამიტომ ისრაელის ხალხის მომავალი გარანტირებული იყო. თუ იაკობის ოჯახი გადაშენდებოდა, სამყარო დაკარგავდა ღვთის სიტყვისა და ღვთის ძესაც. ღვთის სიტყვასა და ღვთის ძესაც. ამიტომ ჩვენ დიდ ვალში ვართ იოსების წინაშე. ოჯახი იოსები 17 წლისა იყო, როდესაც ეგვიპტეში წაიყვანეს. 37 თავი გახსოვთ, რომ წავიკითხეთ. იქ 93 წელი გაატარა. აქედან 51 წელი თავის საყვარელ ოჯახთან ერთად. ამ წლების განმავლობაში მან იზრუნო, რომ ებრაელ ხალხზე არაფერი არ გაუჭირდებოდა, დაიცავდნენ, რადგან ღმერთს მათთვის განსაკუთრებული საქმე ჰქონდა შესასრულებელი. მესია უნდა მოსულიყო ამერიდან და ეს ერი დიდი ოდენობით უნდა გამოსულიყო და დასახლებულიყო ქანაანში. ის ბაბუა და შემდეგ დიდი ბაბუაც გახდა. იოსებმა მენაშე შვილიშვილები ისევე იშვილა, როგორც იაკობმა იოსების შვილიშვილები იშვილა და მის მუხლზე გააჩინეს ესენი. რომ იმოქმედა ამან მათ მომავალზე, ჯერჯერობით არ არის ახსნილი, ჩვენთვის არ არის ახსნილი ეს. შემდეგი არის რწმენა. რწმენით იოსებმა სიკვდილის წინ ისრაელის შვილების გამოსვლა ახსენა ეგვიპტის მიწიდან და თავისი ძვლების შესახებ მითითებების მიცა მათ. ეს ებრაელთა წერილში გამეორებულია მე-11 თავში. ღვთის აღთქმები ა ブラ ამისთვის, გახსოვთ დაბადების მე-15 თავში, რომელიც ღმერთ აბრაამს მიცა, ეს გადაეცა ისააკს, იაკობს და იაკობმა ისინი იოსებს გაუსიარა. რწმენა არ არის ზედაპირული ემოცია, რომელსაც ჩვენ თვითონ ვავითარებთ, ან ოპტიმისტური იმედის მომცემი დამოკიდებულება რწმენაში რწმენა. ჭეშმარიტი რწმენა ღვთის უცმოდომელ სიტყვაზეა დაფუძნებული, რადგან ღმერთმა თქვა ეს და ჩვენც გვჯერა და მისი მიხედვით მოქმედებთ. ჭეშმარიტი რწმენა ყოველთვის მორჩილებისაკენ მიგვიყვანს. იაკობის წერილი 2:14-26. იოსებმა იცოდა, რომ რისი სწამდა და სად იყო მისი ადგილი. ამიტომ მას არ სურდა, რომ მისი კუბო ეგვიპტეში დარჩენილიყო, როდესაც ღმერთმა თავისი ხალხი გაათავისუფლა. მან ძმები დააფიცა, რომ ისინი თავიანთ შთაუმავლებს გადაცემდნენ, ასწავლიდნენ, რომლებიც შემდეგ ამ სიტყვას მომავალ თაობებს გადასცემდნენ და მათ თავიანთი დაპირება შეასრულეს. მოსემ იოსების ნეშტი თან წაიღო, როდესაც ებრაელებმა ეგვიპტე დატოვეს. გამოსulis წიგნის მე-13 თავში ჩვენ ამას გითხულობთ მე-19 მუხლში. და იესონავის ზემის შექემში დაკრძალა. იესონავის წიგნი 24-32. მიხილეთ ასევე დაბადების წიგნი 33. მას შემდეგ რაც შექემი ეფრემისა და მენაშეს დედაქალაქი გახდა, იოსების ორი ვაჟის მიერ დაარსებული ტომების, ეს იყო იდეალური ადგილი მის დასაკრძალავად. ანუ იოსები აღარ დამარხულა მახბელას ღვიმეში, სადაც მამამისი და ბაბუამისი და დიდი ბაბუა იყვნენ, ხო? არა, ის უკვე ცალკე იმარხება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე მის შვილების ტომებს გამოეყოთ. როდესაც ამ საკითხზე ფიქრობთ, ნამდვილად აღსანიშნავია, რომ იოსებს საერთოდ როგორ შერჩა რწმენა. ის ხომ მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახისაგან გაცალკევები და ეგვიპტეში, სადაც ძლიერი და ცრული რელიგია იყო გავრცელებული. ეგვიპტეში არავინ იყო ისეთი, ვინც მის რწმენას წაახალისებდა და გაამაგრებდა. თუ იოსები მიმართავდა იმ საბაბებს, რომლებსაც დღეს ადამიანები ღვთის აღთქმების უარყოფისთვის იყენებენ, ის თავადაც წარმართი გახდებოდა. მისი მორწმუნე ძმები სასტიკად მოექცნენ მას. უფალმა მას მერე ძიმე განსაცდელები გადაატანინა იმ ადამიანების მიერ, რომელსაც ის ეხმარებოდა. იმ ადამიანებს ავიწყდებოდათ ეს სიკეთე.
თუ ეს არის რწმენი ცხოვრების არსი, შეიძლება მას ემტკიცებინა, რომ მაშინ არ მაინტერესებს მე ესეთი ღმერთიო, მაგრამ იოსების რწმენა მიუხედავად იმისა, რომ გამოიცადა, არანაირად არ შერყეულა. მას მხოლოდ ეს სიზმრები ჰქონდა ასახდენი, რომლებიც ღმერთმა ბავშვობაში ახილუნა, მაგრამ ის ეყრდნობოდა დაპირებას, რომ ერთ დღესაც მისი ძმები მის წინაშე მოიხრებოდნენ, თაყვანს სცემდნენ და მუხლს მოიყვნიდნენ და უფალმაც არ გაუცრუა მას ეს იმედები. შემდეგი არის მომავალი. იაკობის გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ 110 წლის ასაკში იოსები გარდაიცვალა. ის სავარაუდოდ უფრო მან სავარაუდოდ ძმებზე უფრო მეტ ხანს იცოცხლა, მაგრამ მისმა შვილიშვილებმა იცოდნენ ბაბუის სურვილები მისი მოკვდავი ნეშტის შესახებ. იოსების კუბო ეგვიპტეში მუდმივი შეხსენება იყო ებრაელი ხალხისათვის, რომ ქონოდათ ღმერთის რწმენა და იმედი. როდესაც მათი მდგომარეობა ეგვიპტეში შეიცვალა, ებრაელები მონები აღმოჩნდნენ ხიზნების ნაცვლად, იცით ხომ, გამოსვლის წინში ჩვენ ამას წავიკითხავთ პირველ თავში. მათ შეეძლოთ ენახათ იოსების დროებითი სამარხი და გამხნევებულიყვნენ და გაეხსენებინათ ის რწმენა, რომელსაც პატრიარქები თაობიდან თაობას გადასცემდნენ. უდაბნოში ხეტიალის დროს, როდესაც ისინი ადგილიდან ადგილზე გადადიოდნენ, იოსების ნაშთი ეს იყო გარკვეული შეხსენება და ემსახურებოდა მათ, რათა უფრო გამხნევებულიყვნენ და არ დანებებულიყვნენ იმ გაჭირებას, რაცაც გადიოდნენ უდაბნოში. კუბო ეგვიპტეში შეიძლება წიგნის დახურვის დამთქმულად მოგეჩვენოთ, მაგრამ რწმენის თვალსაზრისით ეს უფრო გამამხნევებელია. ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ იოსები მკვდარი იყო, მისი მოწყობა კვლავ გრძელდებოდა და კვლავ ის თავის საქმეს ამცნობდა მის შთამომავლებს. როგორც ჯონ უესლიმ თქვა, ღმერთი მარხავს თავის მუშაკებს, მისი საქმე კი ისევ გრძელდება. ხოლო მოციქულმა იოანემ დაწერა, რომ ვინც ღვთისნებას ასრულებს, სამუდამოდ რჩებაო. 1 იოანე 2:17. ჯეი კემბელ მორგანმა თქვა, ეს იყო ძალიან ცნობილი ამერიკელი მხატაგებელი. მიანდე თქვენი ცხოვრება ღმერთს, გაიხედე შენს წინ, შეასრულე ყველაზე უხლო ახლოს მყოფი საქმე, რომელსაც ღმერთი დაგინიშნავს. ჭეშმარიტად, კარგად და ერთგულად. მოკვდით იმ ცოდნით, რომ მოახდინეთ ბრძნობიარე გავლენები იმ დინამიურ ძალებზე, რომლებიც მერე ასევე გააგრძელებენ ყოველ მომდევნო თაობაში სახარების ქადაგებას. სანამ არ შეაგროვებენ დიდებული შედეგის მოსავალს მარადიული ტახტის წინაშეო. ასე რომ ღვთისკაც კუბოში ჩასვენების შემდეგაც კი ჯერ არ დაუსრულებია თავის საქმე ამ ქვეყნიერებაში. ამას ამბობს ჯეი პი მორგანი. დიახ, იოსები დღესაც გვაკურთხებს, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ სწავლობთ მის ცხოვრებას ესე დაკვირვებით. ეს არის სრულიად ეს შენიშვნები ორია მხოლოდ, ძველი აღთქმის ებრაელები არ აბალზამირებდნენ მიცვალებულს, არამედ უბრალოდ ახვევდნენ გვამს ქსოვილითა და სანელებლებით და ათავსებდნენ საფლავში. გახსოვთ იესო როგორ მოათავსეს საფლავში ან სამარხში, კუბოს გარეშე. ისინი უარყოფდნენ კრემაციას, რადგან ცხედარი განწირული მტვრად და არა ფერფლად დასაბრუნებლადო. გარდა ამისა, მათ არ სურდათ, რომ რაიმე საერთო ქონოდათ წარმართული ხალხის დაკრძალვის რიტუალებთან და კრემაცია ხშირ შემთხვევაში წარმართული ხალხის რიტუალები იყო, რომლებიც მათ გარშემო ცხოვრობდნენ. ხოლო მეორე შენიშვნა არის ჯეი კემბელი მორგანის, უბრალოდ მითითება ინფორმაცია, 26 ქადაგება, ჯოპლინი, მისური, ჯოპლინი ქალაქია, მისური შტატი, კოლეჯის გამოცდილება 1969 წელი. და გვერდებიც არის მითითებული. აი ეს იყო ჩვენი 50 თავის დასასრული, ჩვენ კიდევ გველის ბოლო შემაჯამებელი ნაწილი, ალბათ 38 ნაწილი იქნება ის და მადლობა მოსვენისათვის.